მე ვფიქრობ და არა მარტო მე ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო საერთაშორისო სამწერლო ორგანიზაციის საერთაშორისო პენ-კლუბის კონგრესმა, რომელიც გაიმართა ოქტომბერში ავსტრიაში და მე როგორც ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი ვალდებული ვარ რომ საერთაშორისო ორგანიზაციას, ამ ჩვენ ორგანიზაციას ყოველივე პატრონებით ვაცნობოთ აქ საქართველოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ეხება სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტების ხელშეუხებლობას და ასე შემდეგ. პენ-კლუბის საერთაშორისო პენ-კლუბის ასამბლეამ მიიღო მიმართვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი თითოეული მოქალაქის საქართველოში, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის და აქვს დიდი სურვილის და არა მარტო სურვილი, არამედ მოვალეობა, უფლება და მოთხოვნილება, რომ საქართველოში იყოს სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი მედია სივრცე. საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის 75 კონგრესის დელეგატების ასამბლეა შეწუხებულია, რომ მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, არ მცირდება კონტროლი საზოგადოების მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაზე. დღეს საქართველოს მასმედია, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, მკაცრად კონტროლდება. საყურადღებოა სატელევიზიო კომპანია იმედის სიტუაცია. 7 ნოემბერს პოლიცია შეიჭრა იმედის შენობაში და დააზიანა აპარატურა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს და ძალდატანებით გადასცა ტელეარხი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები იმართება იმ კომპანიების მიერ, რომლებიც თავად არიან ხელისუფლების ადმინისტრაციის ნაწილი. ამიტომაც მათ მიერ გაშუქებული ინფორმაცია შორს არის დამოუკიდებლობისგან. საგანგაშოა 2009 წლის აპრილ-ივნისში მომხდარი ფაქტები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არბევდნენ მშვიდობიან პროტესტანტებს. ჟურნალისტებს არ აძლევდნენ საშუალებას გაეშუქებინათ მოვლენები და უმსხვრევდნენ აპარატურას. საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის 75 კონგრესის დელეგატების ასამბლეა წუხს იმის გამოც, რომ საქართველოს დამოუკიდებელ მედიას სერიოზული საფრთხე ემუქრება მთავრობის მხრიდან. ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას სიტყვისა და შეკრების თავისუფლების გარანტორის სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთა და შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები. შეწყდეს თავდასხმები ჟურნალისტებზე. მოიხსნას კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებლებზე. საქართველოს მედია გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.